გაგაცნობთ აფხაზეთის მკვიდრის მხატვარ ელდარ ქავშბაიას შემოქმედებას. მის ნახატებში ემოციურობა და ექსპრესიულობა იგრძნობა, სხვანაირად წარმოუდგენელიცაა. როგორც ოჩამჩირის მკვიდრი მხატვარი ელდარ ქავშბაია ამბობს, მისი შთაგონების წყარო დღესაც მშობლიური კუთხის შთამბეჭდავი ფერებია. ჩემთვის თავარია, რომ ეს ემოციური მუხტი იდოს სურათში. ანუ თუ ეს მე ვაკეთე სურათი ისე, როგორც თქვა და ყოველ დღე რაღაცები დავამატო, მაშინ გამოდის მშრალი და რაღაც ხელოვნური ნამუშევარი. ამიტომ ემოცია, აზრი და თან კონცეფცია უნდა იყოს აუცილებლად. იმიტომ რომ ჩემთან არის სულ ტოლვა სიბნელიდან სინათლისკენ. ფიქრობ რომ აფხაზეთში რაღაც მართლა სხვანაირი ფერები იყო და სხვანაირად ანათებდა მზე. ჩრდილში და განათებაშიც სულ სხვანაირად ირეკლებოდა ზღვის ფერები. აფხაზეთის ომის შემდეგ მხატვრის ოჯახი ჯერ მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. დევნილობის პირველ წლებში აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილმა აკრძალული ქალაქისა და მეხსიერების ნალექის ნახატების სერიამ თბილისში მყოფი უცხოელი გალერისტების ყურადღება მიიქცია. ეს ტკივილი, სიცარიელე, განცდა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ამ პეიზაჟში გადმოვეცი, რომ ეს არის მიტოვებული სანაპირო. ეს გლობალური თემაა, მარტო აფხაზეთს არ ეხება. იმიტომ რომ ეს აკრძალული цаრიელი ქალაქები არ უნდა იყოს დედამიწის ზურგზე. ანუ ეს როგორც მე მხატვარი, ამით გამოვხატავ, ეს არის ჩემი პროტესტი. ეთქობა ამ თემასთან გადაკავშირებით, რადგანაც ეს გლობალურია, ეს ტკივილები მსოფლიოში ბევრ ადგილას ხდება, მაგიტომაც დაინტერესდნენ უცხოელები, რომ მოვხდი პირველად პრაგაში, გერმანიაში, ავსტრიაში და რამოდენიმე ქალაქში მქონდა ეს გამოფენები. მხატვარი ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებშიც. პენზის საერთაშორისო სიმპოზიუმზე ელდარ ქავშბაიას ნამუშევარმა გრან-პრი მოიპოვა. აღსანიშნავია აგრეთვე პოლონელი ჟურნალისტის მიერ შედგენილი კალენდარი სახელწოდებით „მხატვრები ერთი ქალაქიდან“, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზი და ქართველი მხატვრები. აქ არის გენო ლაკობა, ახრიკა, ჯინჯალა, ადგურძიძარია. ქართველებიდან არის შაქრო ბოკუჩავა, ლადო ფოჩხუა, ჩემი ნამუშევარიც არის და ძალიან საინტერესო პროექტია და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ კალენდარსთან ახლავს, უკან არის დაწერილი მხატვრები თავის მოგონებებით, ანუ სოხუმზე და ჩემი მოხდა ერთ-ერთი წერილი აქ. ყველა ეს მხატვრები ახლა სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, ზოგი აფხაზეთში ცხოვრობს, მაგრამ ყველას გაუხარდა ეს პროექტი, იმიტომ რომ ხელოვნება მაინც აერთიანებს და ეს არის ზოგად საკაცობრიო თემაც, სიყვარულიც და ტკივილიც და ყველაფერი ერთად, რაც აერთიანებს მხატვრებს მით უმეტეს. კიდევ ერთი საინტერესო პროექტი პროფესორ ნუგზარ ანთელავას ავტორობით გამოცემული წიგნი „აფხაზური მითები და რიტუალები“. ექსკლუზიურად ამ წიგნისთვის სპეციალურად მე გავაკეთე ახალი ჩემი ილუსტრაციები, რომელიც არის აგერ შეტანილი. ორენოვანია, თან ქართულად და აფხაზურად არის და ეს წიგნი გაუგზავნეს აფხაზეთში კულტურის სამინისტროს. ელდარ ქავშბაია არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორი და საპატიო ჯილდოს მფლობელია. 2008 წელს მისი ნახატი გიორგი შერვაშიძის პორტრეტი წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა. ამავდროულად დევნილი მხატვარი თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ასწავლის. როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდებთან ურთიერთობა მისთვის შემოქმედებითი მუხტის მომცემია. ყველა სტუდენტი თავისებური ინდივიდუალურია და ჩემი მისიაც ის არის, რომ მე მაგ ინდივიდუალური შემოქმედებითი შინაგანი ხედვა გაუნვითარო ყველა იმ მოწაფეს, რომელიც მე მყავს, არა ისე რომ და მე რაც მომწონს და რაღაც შაბლონურად ერთნაირი, არამედ ინდივიდუალური ხედვა რომ ჩამოუყალიბო თავისი გემოვნებიდან და თავიანთი მსოფლმხედველობის თან დაფუძნებული. ბატონი ელდარ იყო ჩემი ლექტორი, პირველივე კურსიდან მასწავლი და შემოდიოდა გონებაში, ესე რომ ვთქვათ. დღესაც კი მაქვს მასთან ურთიერთობა, ხშირად ვეკითხები, მაქვს რჩევები მისგან მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე აღარ ვარ მის პირადად მისი სტუდენტი,
საკმაოდ სერიოზულ კონსულტაციებს გავდივარ, როგორც გრაფიკის, როგორც ხატვის, ასევე ფერწერის კუთხით და რა ვიცი, თანამშრომლობთ, მეგობრობთ. გვაქვს პროფესიული საკმაოდ ახლო ურთიერთობა.